გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 17-ზე მე ქეთი ქაშაკაშვილი ვარ, გამოშვებაში ნახავთ. პრემიერ-მინისტრის ინტერპელაცია უკანონო მიგრაციის თემაზე, როგორია სტატისტიკური მონაცემები და მთავრობის პოლიტიკა. საქალაქო სასამართლოში ნიკო კვარაცხელიას შეკვეთი ჯგუფურად განზრახმკვლელობის ორგანიზების სისხლის სამართლის საქმის სასამართლო პროცესი გაიმართება. კოლ-ცენტრები ფანჯიკიძის პირველ ნომერში 2020-2023 წლებში ფუნქციონირებდა. კოლ-ცენტრების შესახებ ჩვენება საგამოძიებო უწყებას ბიზნესმენმა ბენანურმა მისცა, რომელმაც გამოძიებასთან ითანამშრომლა და სწორედ მან დაასახელა ამ საქმის ერთ-ერთი მოქმედი პირი ელისო კილაძე. ბენანურის ადვოკატი ფარულ ჩანაწერზეც ყვება, მარიამ ქართველიშვილი გვერდდება პირდაპირ ეთერში და უფრო მეც მისგან გავიქებთ. სკანდალური აუდიო ჩანაწერის ავთენტიკურობასთან დაკავშირებით ქრონიკამ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნა მოიპოვა. ამ დასკვნაში საუბარია, რომ კონკრეტულ ჩანაწერზე არ არის манипуляციის და წყვეტის მონტაჟის კვალი. ამ ჩანაწერთან დაკავშირებით საუბრობს, როგორც თქვენც აღნიშნეთ, ტრანსნაციონალური დანაშაულის ერთ-ერთი მონაწილე ფიგურანტი ბენ ანორი, რომელმაც თქვენც აღნიშნეთ, რომ სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და მათ შორის ჩანაწერი, სადაც ელისო კილაძე და დანაშაულებრივი დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი გივი ჯიბლაძე ისინი საუბრობენ კოლ-ცენტრებზე, მათ შორის დანაშაულში მონაწილე სხვა პირებზე და საუბრობენ იმაზეც, როგორ გააშავონ კონკურენტი კოლ-ცენტრები. ანუ კოლ-ცენტრების თემაშიც არის თუ არ არის? ესმენ ეხლა კოლ-ცენტრების თემას რომ მივაბა, ეს როგორ მივაბა? პროსტა მითხარი ვიღაცები არიან დაჭედილები. კოლ-ცენტრების თემას რომ მივაბათ. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. მათ რო გააბაზროს მაგან ჩვენი კონფლიქტი სიტყვაზე და რაღაც არასწორად გაიტანოს გარეთ, ვენმა ვიტყვი, რომ ბოლო მომენტში გავარკვიოთ, რომ კეზერაშვილის კოლ-ცენტრების ბიზნეს პარტნიორი იყო თქო დედას ისეთ რაღაცებს აუყურებდა და ამ ნახი კეზერაშვილს შემტენი ამის აყირავების თემას და ვაფშე ყველაფერს დავაკეთებს. ებრაელია და სავოესაც აქვს კოლ-ცენტრები გახსნილი. კოლცა ცალკე ისე რომ არაფერი გაიაცნებულა და ვაფშე ჩვენთან ვია. საბიჯაბო ჩვენებაც არაფერი არ იციან, ხო? როდიაშვილი ეს ეგზაქტი უკრაინაში ვაკეთებ. მე კიდევ ღიად. ეს შეგოია თუ ბაჟა? შეგოია. აზაგები ბუნდო რაგეთებ. გააკეთოს უკრაინაში. ეგრევე დავრეკავ. ისე რომ ორ პონჩი რა, აქეთ ქუჩაშიც და ოფიციალურ ნაწილშიც რა. დანაშაულებრივი დაჯგუფება ოთარ ფარცხალაძის, ძმებ მიქაძეების, მიხეილ ჩოხელის და ირაკლის სეხნიაშვილის ხელმძღვანელობით მეთაურობდა და ხელმძღვანელობდა კოლ-ცენტრებს, რომლებიც საბურთალოზე მდებარეობს. საუბარი არის ბენ ამერის 9 სართულიან შენობაში მდებარე მე-4 და მე-5 სართულზე არსებულ კოლ-ცენტრებს. ეს კოლ-ცენტრები დაახლოებით რამდენიმე წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა და როგორც ქრონიკამ გაარკვია, დაახლოებით 70-მდე ადამიანი იყო დასაქმებული ამ კოლ-ცენტრებში. ფუნქციონირებდა როგორც ინგლისურენოვანი, გერმანულენოვანი და რუსულენოვანი განყოფილებები. რაც შეეხება საგამოძიებო მოქმედებებს, რომელიც ხმაურიან საქმესთან დაკავშირებით ამ დრომდე გრძელდება, მათ შორის ელისო კილაძის საცხოვრებელ სახლში მიმდინარეობს შხრეკა. რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებიან ელისო კილაძის საცხოვრებელ სახლში, მათ შორის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, ექსპერტ-კრიმინალისტები, უпростоრე და ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად რას ეძებენ საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები, ან უკვე რა არის ამოღებული ბინიდან მტკიცებულებების სახით. ადვოკატები, მათ შორის ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის უფლებადამცველი ელოდება საგამოძიებო უწყებისგან მტკიცებულებების გადაცემას, საქმის მასალების გადაცემას, იქამდე კი არაპირებს საქმის შესახებ კომენტარის გაკეთებას. ამბობს, რომ ოთარ ფარცხალაძის
ფარცხალაძის პოზიციასთან დაკავშირებით ჯერ საჯაროდ ვერ ისაუბრებს. იგივე პოზიცია აქვს ოთარ ფარცხალაძის ახლო გარემოცვის წევრის მიხეილ ჩოხელის უფლებადამცველს ამბობს, რომ მარწმუნებელთან ისაუბრა თუ არა, ამის შესახებ საჯაროდ ვერ ისაუბრებს და პოზიციასთან დაკავშირებით მოგვიანებით გააკეთებს კომენტარს მედიასთან. რაც შეეხება დაკავებული ელისო კილაძის ადვოკატს, როგორც ცნობილია, ელისო კილაძე დაკავების შემდეგ გადაიყვანეს პროკურატურაში, თუმცა მან ჩვენებაზე უარი თქვა, ბრალს არ აღიარებს და ის ამ დროისთვის რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. ჩვენება არ მიუწია, ბრალის დადგენილება ჩავიბარე და დაკავების ოქმე, რაც შეეხება საქმის მასალებს, ხვალ გადმოგვეცემა, გადაყვანილია რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორში. ბრალში წერია, იმ ბრალს რა თქმა უნდა თვითონ ამბობს, რომ არ ვაღიარებ. ბრალის გაცნობის, საქმის მასალების გაცნობის შემდეგ გაკეთდება შესაბამისი კომენტარი სისხლის სამართლის საქმის შესაბამისად. ბატონ მიხეილ ჩოხელთან თუ ქონდათ კომუნიკაცია და როგორი არის მისი პოზიცია? ამ ეტაპზე კომენტარის გარეშე დავტოვებ აღნიშნულ კითხვას. 200-მდე დაზარალებული და დაახლოებით $10 მილიონ თაღლითურად მითვისებული კრიპტოვალუტა. ეს არის სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან ამოღებული ინფორმაცია. დღეს გენერალურმა პროკურატურამ კიდევ ერთი ტრანსნაციონალური დანაშაულის საქმე გახსნილად გამოაცხადა. დაკავებული არის პასუხისმგებელში არის მიცემული 10 ადამიანი და მათ ბრალი ოფიციალურად დღის განმავლობაში უნდა გაეცნოთ. პირდაპირ ეთერში მარიამ ქართველიშვილი გვერდებოდა. პროკურატურამ კოლ-ცენტრების მასშტაბური დანაშაული გამოავლინა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა 10 ადამიანის მიმართ დაიწყო. ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება მიმალულ ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს და მიხეილ ჩოხელს, ხოლო ბრალდების დადგენილება პირადად გაეცნობა სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელახსრულების დაწესებულებაში მოთავსებულ გიორგი მიქაძეს. ამავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი ელისო კილაძე. ბრალდება ასევე წარედგინება გივი ჯიბლაძეს, ბენანორს, თორნიკე ჯანელიძეს და გიორგი კამლაძეს, რომლებმაც ითანამშრომლეს გამოძიებასთან აღიარეს ჩადენილი დანაშაული და ხელი შეუწყეს ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნას. მოწმეთა ჩვენებებით აღნიშნული კოლ-ცენტრების დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედია საშუალებას აფინანსებდა. ხოლო კოლ-ცენტრების შედარებით მცირე ნაწილის მფარველობას გრიგოლ ლილუაშვილი და ოთარ ფარცხალაძე მათი უახლოესი გარემოცვის წევრების მეშვეობით ახორციელებდნენ. გივი ჯიბლაძე, ბენანორი, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე უზრუნველყოფდნენ კოლ-ცენტრის გამართულ ფუნქციონირებას, იღებდნენ გადაწყვეტილებებს კოლ-ცენტრის გაფართოების ან ადგილმდებარეობის ცვლილებასთან დაკავშირებით, ახორციელებდნენ საქმიან პროცესზე აქტიურ ზედამხედველობას, შემოსავების და ხარჯების აღრიცხვას, ხელფასების და ბონუსების გაცემას, ასევე პარტნიორებისა და მფარველებისათვის გასანაწილებელი თანხების კალკულაციას და განაწილებას. ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრები, გიორგი მიქაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი და მიხეილ ჩოხელი, ოთარ ფარცხალაძისა და მისი გავლენების მეშვეობით უზრუნველყოფდნენ კოლ-ცენტრის დანაშაულებრივი საქმიანობის მფარველობას, რაც გულისხმობდა სამართალდამცავებისგან და კონკურენტი ორგანიზაციებისგან ჩარევისგან დაცვას. ამასთან მონაწილეობდნენ კოლ-ცენტრის ფუნქციონირებისათვის საჭირო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. აღსანიშნავია, რომ კოლ-ცენტრის საქმიანობის გამოაშკარავების ან ასეთი რისკის არსებობის შემთხვევაში სათანადო ინფორმაციის სხვადასხვა მედია პლატფორმაზე გავრცელებით ელისო კილაძე უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას. ამავდროულად იმ კონკურენტი კოლ-ცენტრების მხილების მიზნით, რომლებიც არ იყვნენ მათი გავლენის ქვეშ მოქცეულები, ელისო კილაძის მიერ ხდებოდა მათი ადგილმდებარეობის და თანამშრომლების თაობაზე ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების დაგეგმვა, გავრცელების მუქარა თუ გავრცელება და შემდგომში მათი შანტაჟის გზით გადმობირებისათვის სათანადო პირობების შექმნა. გაწეული საქმიანობისათვის გავლენის და საინფორმაციო მფარველები არარეზიდენტი პირებისგან მოტყუებული დაუფლებული თანხებიდან ყოველთვიურად სოლიდურ სარგებელს იღებდნენ.
რაც მხოლოდ ამ ეტაპზე გამოძიებით არის დადგენილი 2020-2023 წლებში დანაშაულებრივი საქმიანობის ფარგლებში ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ უცხო ქვეყნის 200-ზე მეტი მოქალაქის კუთვნილ დაახლოებით 9.5 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტას. შემდგომში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით დაზარალებულებისგან მოტყუებით დაუფლებული ვირტუალური აქტივები დანაწევრებით მრავალჯერადი ტრანზაქციებით ნაწილდებოდა სხვადასხვა კრიპტოსაფულეებზე, რომლებსაც ორგანიზებული ჯგუფის წევრები განკარგავდნენ. ხოლო ვირტუალური აქტივების კონვერტაციის შედეგად მიღებული ნაღდი ფული ხმარდებოდა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის საჭიროებებს, ხელფასების და ბონუსების გაცემას, კოლ-ცენტრების მიმდინარე ხარჯების დაფარვას. ასევე დანაშაულებრივი საქმიანობის ფარგლებში აკუმულირებული სახსრები ჯგუფის წევრების მიერ, როგორც თითქოს და კანონიერი გზით მიღებული შემოსავალი მიმართული იქნა უძრავ-მოძრავი ქონებების შესაძენად. პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით დეტალურად განმარტა, როგორია უკანონო მიგრაციის მაჩვენებელი და მთავრობის საიმიგრაციო პოლიტიკა. სწორედ ეს იყო თემა, რომელზეც მთავრობის მეთაურის ინტერპელაცია გაიმართა. უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ბოლო 12 თვეში ქვეყანა იმაზე მეტ არალეგალ უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაატოვებინეს, ვიდრე გასული 10 წლის განმავლობაში. ჯამში არალეგალი მიგრანტების რაოდენობა კი დაახლოებით 20,000-ია. Საქსტატის მონაცემების მიხედვით საქართველოს მოსახლეობა არის 3.914.000 ადამიანი. აქედან მაქსიმუმ 257.000 არის უცხოელი. დაუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება და მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი შემცირდება. რა განაპირობებს ზოგადად საქართველოში იმიგრაციას? საქართველო არის ტურისტული ქვეყანა. განათლების სისტემა არის ასევე გახსნილი უცხოელებისთვის. დღეს სწავლობს 37.000 უცხოელი სტუდენტი. მნიშვნელოვანი ფაქტორი ეს არის შრომითი მიგრაცია. საქართველოში ძალიან ბევრი მიმართულებით არის სამუშაო ძალის სერიოზული დეფიციტი. რომ არა უცხოელი მუშახელი, არაერთი პროექტის გაჩერება იქნებოდა აუცილებელი. არალეგალური მიგრაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რასთან დაკავშირებითაც განსაკუთრებული ძალისხმევა არის საჭირო. წინასწარი მონაცემებით არალეგალი მიგრანტების რაოდენობა საქართველოში შეადგენს დაახლოებით 20,000. მილიარდ 200 მილიონი ლარი შემოდის საქართველოს ეკონომიკაში უცხოელი სტუდენტების ყოფნის საფუძველზე. შესაბამისად, მხოლოდ ამის შედეგად ჩვენს ბიუჯეტში ყოველწლიურად შემოდის 300 მილიონი ლარი. ამაზე უარისქმა არასწორი იქნება ქვეყნის ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე. უცხოელი სტუდენტების ხარჯზე საქართველოში არის შექმნილი 10,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი. გასული 12 თვის განმავლობაში გავაწევეთ იმაზე მეტი არალეგალი უცხოელი, ვიდრე გასული 10 წლის განმავლობაში. თუმცა ეს არ არის საკმარისი. ჩვენი გეგმის მიხედვით კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა და 2026 წლის განმავლობაში ვფიქრობთ, რომ ჩვენ მივახცევთ 4,000-იან ნიშნულს. გაძევებულ პირთა 20.5% არიან ინდოეთის მოქალაქეები, 12.9% თურქეთის მოქალაქეები, 12% ირანის მოქალაქეები, 7.5% ჩინეთის მოქალაქეები, 5.6% რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები. ზოგადად საგრძნობლად გაიზარდა თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა. 2025 წელს შემოვიდა 1352 განაცხადი. უმეტეს შემთხვევაში აშკარად საფუძვლის გარეშე ითხოვენ თავშესაფარს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს სათანადო რეაგირების საშუალება. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში დაეგმილია 16,000 ბინის რეალიზაცია ამ პროექტის ფარგლებში. უკვე დასრულდა წინასწარი გაყიდვები და ეს სტატისტიკა, რაც გვაქვს, უკვე გვიჩვენებს იმას, თუ რამდენად სპეკულაციური იყო კამპანიები. გაიყიდა 257 ბინა, საიდანაც 157 ბინა იყიდეს საქართველოს მოქალაქეებმა. რაც შეეხება ღმადაღებულ არაბიზაციას, ეს ახასიათებს ხოლმე ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას, აიღებენ ხოლმე ორ სიტყვას, შინაარსში საერთოდ არ შედიან და ერთ-ეგივე ორ სიტყვას ატრიალებენ. ადრე იყო რუსული კანონი, ეხლა არის არაბული ქალაქები. იყო უпроსორად არაბული ქალაქები, როგორც რუსული კანონის კამპანია ჩავარდა, ასევე ძალიან მარტივად ჩავარდა არაბული ქალაქების კამპანიაც. ამ 257 ბინიდან 8 ბინა შეიძინეს იმ ქვეყნების მოქალაქეებმა, რომლებიც არიან არაბული ქვეყნები. გვაქვს მიზანი, რომ მაქსიმალურად გავამკაცროთ მიდგომა, უზრუნველყოთ არალეგალური მიგრაციის ნულამდე დაყვანა ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება იმ სტრატეგიას, რომელიც 2020 წელს დამტკიცდა, ამ კუთხით ნაკლებად ხელშესახებ
ზომებს ითვალისწინებს, ჩვენ გვაქვს რეალურად ახალი სტრატეგია, რამდენიმე წელიწადში ჩვენ შეგვიძლია მთლიანად აღმოვხვრათ უკანონო მიგრაცია საქართველოში. პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციის პროცესში პოლიტიკური განცხადებების გაკეთდა უმრავლესობის ლიდერმა სპეკულაცია უწოდა გახარიას პარტიის წარმომადგენლის განცხადებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით. მთავრობის მეთაურის თქმით, კი შინაგან საქმეთა სამინისტრო უკომპრომისოა ნარკოდანაშაულთან ბრძოლისას, რასაც სტატისტიკაც ადასტურებს, ბოლო 8 თვეში 2300 ნარკორეალიზატორია დაკავებული. ფაქტია, რომ 20.000-ზე მეტ სამუშაო ადგილს ნახევარს მინიმუმ ჩვენს მოქალაქეებს ართვენ სწორედ მათ შორის არალეგალი მიგრანტები და აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ სფეროებსაც ისინი არალეგალურად არიან დასაქმებულები, ერთის მხრივ 1 მარტიდან გამკაცრებული პირობებიდან გამომდინარე კანონიერი გახდეს მათი დასაქმება და მეორეს მხრივ შესაბამის მოუწყება აქტიურად ბიზნესთან გამოაცხადოს ვაკანსიები, რომელ ბიზნესს ისი საჭიროებები აქვს. პრემიერს აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ საჭიროა დემოგრაფიული პოლიტიკის პოპულარიზაცია და მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება საქართველოში დემოგრაფიული უსაფრთხოების საკითხებთან და დემოგრაფიულ გამოწვევებთან დაკავშირებით. უმაღლეს სასწავლებლებში პრიორიტეტულ მიმართულებებს დაემატოს დემოგრაფიის მიმართულება, რაც გულისხმობს უნივერსიტეტებში პოპულარიზაციას, პოპულაციის გაძლიერებას და ამ მხრივ კვოტების გამოყოფას. დავართ ინვესტიციების წინააღმდეგი, შესაბამისად გაასაჯაროვეთ თუ რატომ და როგორ მოხდა არაბული კომპანიისთვის ამ კონკრეტული საინვესტიციო მიწის გადაცემა. ემიგრაციის მიღმა დარჩენილი ახალგაზრდა თაობა დღეს ნარკომანიის ჭაობში ირჩობა. დღეს ქვეყანაში თავისუფლად შემოდის ნარკოტიკი და მათი ხელმისაწვდომობა ახალგაზრდებისგან საგან გაშოთ გაზრდილია. შეიძლება შტაბ-ბეჭდილება, რომ უბრალოდ არ გისმენიათ დღეს პრემიერ-მინისტრის გამოსვლისთვის. დაარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ მე მრჩება ეს შტაბ-ბეჭდილება. იმიტომ რომ როდესაც პირველი დავიწყოთ, როდესაც საუბრობთ ოჯახურ ღირებულებებზე, კითხვას ვსვავთ არასრულოვანთა დაცვის კანონზე, როდესაც აქ მუშაობდით, თქვენ პირდაპირ მნიშვნელობით გაიქეცით. თან ასევე შტაბ-ბეჭდილება მრჩება, რომ ქსიამოვნებთ, რომ გახსენებთ და კი ბატონო შეგახსენებთ ყოველთვის რას წარმოადგენთ და რა ძალას წარმოადგენთ. იმიტომ გაიქეცით, რომ გითხრეს, გაიქეცით და არ შეხვიდეთ ამ თემაში პოლემიკაში. დღეს გამოხვედით და თურმე გული შეგტკივათ და აქ საუბრებით დემოგრაფიაზე და ოჯახურ ღირებულებებზე. დღეს გავახსენეთ ეს ყველაფერი, მაგრამ რა გასაკვირია, როდესაც თქვენი თანამოაზრეები გუშინ გითხარით, თქვენ ხართ ის დარჩენი, რომელიც შემოხვედით იმ სცენარიდან, ვინც გარეთ დარჩა, ისინი დღეს გადაგებენ, ვინც ომს ითხოვდა აქ რუსთაველის გამზირზე, დღეს მშვიდობას გადაგებდნენ. თქვენ ოჯახურ ღირებულებებზე კანონის განხილვას გაურბიხართ, დღეს ოჯახურ ღირებულებებზე გადაგებთ. ეს არის თქვენი სახე. ეს არის დავალებები, რაც მოგდით. სხვას ვერაფერს ვერ დავარქვევთ ამ ყველაფერს. რაც შეეხება ბატონი ფარულავა გამოვიდა და დღეს დილით ან ტელევიზორი მაინც არ ჩართეთ, ბრიფინგს მაინც არ უყურეთ, ან ზოგადად შინაგან საქმეთა მინისტრი გვესწრება და ბატონი გეკა გელაძეროზის დარბაზში და ესეთ განცხადებას აკეთებ ნარკოტიკებთან მიმართებით და ნარკორეალიზატორებთან მიმართებით, შეგახსოვთ 97 პირია დღეს დაკავებული. მე ვფიქრობ, რომ ნარკოტიკები ნამდვილად არ არის გასული რამდენიმე თვის მონაცემის გათვალისწინებით ოპოზიციის ძლიერი მხარე. როდესაც აქ ითქვა, რომ ფარულობს თითქოს ხელისუფლება ნარკოტიკებს, 8 თვის განმავლობაში ციხეში გაუშვით 2300 ნარკორეალიზატორი. ეს არის ძალიან მარტივი პასუხი სპეკულაციაზე და ჩვენ გვაქვს მარტივი ამოცანა, აქ გვინდა გარდამტეხი ცვლილებების მიღწევა, თვითონ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით შედეგები მიღწეულია ამის გარდა, რეალიზატორების დაკავების გარდა. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ ვებრძოდით სხვა ფორმით, ეგრეთ წოდებული ლეგალური ფორმით ნარკოტიკების რეალიზაციის პრაქტიკასაც და სწორედ ამისათვის აიგრძალა კერძო სუბიექტების მიერ ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანა ჩვენს ქვეყანაში. პრემიერი მიიჩნევს, რომ სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზა უნდა გადაიხედოს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყანაში სიღარიბე განახევრებულია, აქედან გამომდინარე კი სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა არ შეიძლება გაიზარდოს.
სოციალური შემწეობის მიღებთა ბაზა საჭიროებს გადახედვას. გამომდინარე იქიდან, რომ ერთგვარი მორატორიუმი იყო კოვიდის დროს გაიზარდა 2020 წელს სოციალური დახმარების მიღებთა რაოდენობა, მას შემდეგ ერთგვარი მორატორიუმი მოქმედებდა ბაზის გადახედვაზე. რეალურად ბაზა არის გადასახედი. არ შეიძლება გაიზარდოს სოციალური დახმარების მიღებთა რაოდენობა იმ პირობებში, როდესაც სიღარიბე არის განახევრებული. ჩვენ ერთგვარი პირველადი ანალიზი ჩავატარეთ და გამოვლინდა, რომ მაგალითად მხოლოდ 8% სოციალური დახმარების მიღებთა შორის არის ისეთი ადამიანი, რომელიც არის შეძლებული. ანუ არათუ სიღარიბეზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს, შეძლებულია ამ 708,000-დან 8% დაახლოებით. პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა შეიტანა გარდატეხა ქვეყნის და სახელმწიფოს ცხოვრებაში. პარლამენტის თავმჯდომარემ კი დაწერა, რომ ბიძინა ივანიშვილის საქმიანობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სამშობლოს ერთგულება აძლევს. პარტია ქართული ოცნების დამფუძნებელს დაბადების დღეს ულოცავენ პრეზიდენტი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და პარტიის გენერალური მდივანი. ბატონ ბიძინა ივანიშვილს მინდა მივილოცო დაბადების დღე და 70 წლის იუბილე. როდესაც გარდატეხაზე და გარდამტეხ ცვლილებებზე არის საუბარი, შეუძლებელია არ ვისაუბროთ ბატონ ბიძინა ივანიშვილის გარდამტეხ როლზე ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. 2012 წელს მან მთლიანად შეცვალა ჩვენი ქვეყნის განვითარების მიმართულება. თქვენ გახსოვთ რა ვითარება იყო საქართველოში 2012 წლამდე. 2011 წელს ვიდრე ბატონი ბიძინა ივანიშვილი გააკეთებდა თავის განაცხადს პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით, იმედიც კი ჰქონდა დაკარგული საღადმოაზროვნე ადამიანებს ჩვენს ქვეყანაში, იმედი იმისა, რომ რაიმე შეიძლებოდა შეცვლილიყო არსებითად ჩვენს ქვეყანაში და სწორედ ამ დროს გადადგა მან ეს პრინციპული ნაბიჯი და გარდატეხა შეიტანა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში და მას შემდეგ საქართველოში არის დამკვიდრებული დემოკრატიული სისტემა, სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის რეალიზება გახდა შესაძლებელი, სამართლის უზენაესობა არის უზრუნველყოფილი, ადამიანის უფლებების დაცვა, ღირსების დაცვა, ადამიანის ღირსების დაცვა, საკუთრების უფლება აღდგა, როგორც ასეთი ჩვენს ქვეყანაში, ბიზნესი არის თავიდან ბოლომდე თავისუფალი, გვაქვს მედია პლურალიზმი, ყველა მიმართულებით გარდამტეხი ცვლილებები არის, რა თქმა უნდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. ჩვენი სამშობლოს გამორჩეულ და დიდ მოღვაწეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს ულოცავ დაბადების 70 წლის იუბილეს. გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და დღეგრძელობას თქვენს ოჯახთან ერთად. ჩვენი საზოგადოების და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. 70 წლის იუბილეს ულოცავ ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს, უდიდეს ქველმოქმედსა და მეცენატს ბიძინა ივანიშვილს. უსურვებ ხნეობას, დღეგრძელობას და ბედნიერებას მის ოჯახთან ერთად. მამულიშვილი უამრავ ეპითეტ შორის ალბათ ესაა ყველაზე სრულად გამომხატველი იმ დამოუკიდებულების, გრძნობის, სიყვარულის და ზრუნვის, რაც იყო, არის და იქნება ბიძინა ივანიშვილის ცხოვრების მამოძრავებელი ძალა. დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე წლებიდან დაიწყო მისი ზრუნვა ქვეყნის გაძლიერებისა და განვითარებისთვის, გამოცდილებისა და შესაძლებლობების ზრდასთან ერთად ფართოვდებოდა ამ ზრუნვის მასშტაბიც, განათლებიდან და კულტურიდან დაწყებული ინფრასტრუქტურით, სოციალურ მხარდაჭერითა და სახელმწიფოებრივი პროცესების გაძლიერებით გაგრძელებული. მისი წვლილი არაერთი მნიშვნელოვანი ეტაპის თანხლები და ხშირად განსაზღვრელიც გახდა თანამედროვე საქართველოს ისტორიულ გზაზე. სწორედ ამ პასუხისმგებლობის განცდა და სამშობლოსადმი ერთგულება აძლევს მის საქმიანობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას. დღეს ქართველი ერისკაცის, ქართული ოცნების დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეა. მისი სახელი თანამედროვე საქართველოს იმ ეტაპს უკავშირდება, როდესაც საზოგადოებამ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარების ახალი შესაძლებლობები აირჩია. ამ არჩევანის უკან კი დგას ადამიანი, რომელმაც საკუთარი რესურსი და დიდი გამოცდილება ქვეყნის და ხალხის სამსახურისთვის გამოიყენა. მისი ხედვა და ღირებულებები ჩვენი პოლიტიკური გუნდის საფუძველია, რომელიც ქვეყნის მშვიდობის, სტაბილურობისა და ეროვნული ინტერესების გარანტია. ბატონ ბიძინა ივანიშვილს უსურვებთ ღერძელობას და ყველა დასახული მიზნის შესრულებას საქართველოს საკეთილდღეოდ. დაბადების დღეს ულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის როლიც ქვეყნის მშვიდობიან განვითარებაში უდიდესია. ქართული ოცნების დაფუძნებით და პოლიტიკაში მოსვლით, მას საფუძველი დაუდო საქართველოს გამარჯვების ისტორიას, რომლის შემოქმედიც არის ქართველი ხალხი. ბიძინა ივანიშვილი იყო პირველი, ვინც ნიღაბი ჩამოხსნა ფსევდოლიბერალებს და ხმამაღლა ისაუბრა იმ უდიდეს გამოწვევაზე, რასაც Deep State-ი წარმოადგენს. უცხოური აგენტურის ხელით ქვეყნის აყირავების მცდელობებმა, დასავლეთის მხრიდან წამოსულმა ზეწოლამ და მუქარამ, რომელიც დღემდე გრძელდება ბიძინა ივანიშვილის
საშუალებლის მისამართით მხოლოდ და მხოლოდ თვალხილული გახადა მიმდინარე პროცესები. შედეგად დღეს საქართველო არის ბევრად უფრო ძლიერი, მეტად განვითარებული და რაც თავარია სრულიად დამოუკიდებელი ქვეყანა, რომლის ბედსაც ყვეთს ამ ქვეყნის მოსახლეობა. ამაში კი ბიძინა ივანიშვილის როლი არის გარდამტეხი. კიდევ ერთხელ ულოცავ ჩვენს ლიდერს დაბადების დღეს, უსურვებ მას ბევრ გამარჯვებას საქართველოს საკეთილდღეოდ. პარლამენტში რეგიონული განვითარების მინისტრის ინტერპელაცია ცოტა ხნის წინ დასრულდა. კახაბერ გულედანს გახარეს პარტიის წევრებმა 25 კითხვით მიმართეს, მათ შორის კითხვები ეხებოდა სამინისტროს საქმიანობას. როგორი იყო მინისტრის პასუხები, ამას მარიამ ბუღაძე გვეტყვის. უწყება ფუნქციონირება 10 თვის წინ დაიწყო და როგორც მოვისმინეთ სამინისტროს ხელშესახები შედეგები აქვს. მასშტაბურია ის და უპრეცედენტოა ის ეკონომიკური ზრდა, რომელიც გასულ წელს რეგიონების მასშტაბით დაფიქსირდა და ჯამში 100 მილიონ ლარს გადააჭარბა. 2025 წლის განმავლობაში ითქვა, რომ ათეულობით სკოლისა და ბაღების რეაბილიტაცია, მშენებლობა განხორციელდა, ასევე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აშენდა, ამბულატორიები ფუნქციონირებს, სხვადასხვა მხარდამჭერი პროგრამები. სამინისტროს მასშტაბური ხედვები აქვს, გრძელვადიანი ხედვები. როგორც ითქვა, ახლა უწყება მუშაობს რეგიონული განვითარების ერთიან პოლიტიკაზე, რაც ხელშეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას რეგიონების მასშტაბით. ითქვა, რომ საკურორტო ზონებში, ბაკურიანსა და გუდაურში იგეგმება ახალი კლინიკების მშენებლობა. ხოლო სტიქიის რისკებთან ბრძოლის მიმართულებით წელს ამუშავდება სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამა და სტიქიის ზონებში დაინერგება თანამედროვე მონიტორინგის სისტემები. მუშაობთ რეგიონული განვითარების კანონ პროექტზე. ეს კანონ პროექტი განსაზღვრავს და სამართლებრივად დააფიქსირებს, რას ნიშნავს რეგიონი განვითარების მიზნებისთვის. კანონი შექმნის ერთიან ჩარჩოს რეგიონების განვითარების სტრატეგიისთვის. დაგვანახებს ცალკეული რეგიონის პოტენციალს. შეამცირებს დამოკიდებულებას ცენტრზე, 2 მილიარდ ლარზე მეტი დარჩა დღგ-ის კომპონენტის ნაწილიდან მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში. ასევე 8500-ზე მეტი ქონება გადაეცა მუნიციპალიტეტებს. შევქმნით ახალ დოკუმენტს, რომელიც იქნება გრძელვადიანი შემდგომი დეცენტრალიზაციის სტრატეგია. ძირითადი პრობლემები საფუძვლიდან შესწავლილია და დამტკიცებულია საქართველოს მაღალმთიანი განვითარების, დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიით. სამოქმედო გეგმა შესაბამისობაშია იმ გამოწვევებთან, რაც დაკავშირებულია მაღალმთიან რეგიონებში არსებულ პრობლემებთან. მოხდა 20-მდე სკოლის სრული რეაბილიტაცია, აშენდა 10-მდე ბაღი, გაიხსნა ამბულატორიები, გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და მშენებლობა, წყალმომარაგების სისტემების მოწყობა და სხვა საბაზო ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობის დამაგრებას. რეგიონში გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა. პირველად ისტორიაში ეკონომიკა 25 წელს გადააჭარბა 100 მილიარდ ლარს. გასულ წელს ასევე მივაღწიეთ საბიუჯეტო დეფიციტის ისტორიულ მინიმუმს და მან შეადგინა მთლიანი შიდა პროდუქტის 1,4%. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ მთავრობას და ქვეყნის კურსი არის სწორი. მიმდინარე წელს ამოქმედდება სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამა. განხორციელდება ხევებისა და მდინარეების კალაპოტების გაწმენდა, ხიდების და სახიდე გადასასვლელების შეკეთება. ნაპირსამაგრი გაბიონების მოწყობა. წელსვე დაიწყება თანამედროვე მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება და შესაბამისი ადრეული გაფრთხილების მექანიზმების დანერგვა. 2 საათის განმავლობაში კახაბერ გულედანისგან 25-ვე კითხვაზე ამომწურავი პასუხები მოვისმინეთ, რომელიც კონკრეტულ სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობა და მინისტრის ინტერპელაცია პარლამენტში დასრულებულია. მადლობა მარიამ ბუღაძეს. ბოლო 48 საათში ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული 97 ადამიანია დაკავებული, მათ შორის 91 ნარკორეალიზაციასა და ნარკოდანაშაულებრივ სქემაშია ჩართული. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს მის ყველა სამართალდამცავ უწყებას უკომპრომისო ბრძოლა გვაქვს გამოცხადებული ორგანიზებული კორუფციული ნარკოტიკული თუ ნებისმიერი სახის დანაშაულის მიმართ. იყენებდნენ როგორც ინტერნეტ აპლიკაციებს, ასევე ეგრეთ წოდებული ხელიდან ხელში გადაცემის მეთოდსა და ნარკოტიკების კონკრეტულ ადგილებში განთავსების
ხერხებს. დაკავებულთა შორისაა ლატვიის მოქალაქეც, რომელიც ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დავაკავეთ. ის საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით 9 კილოგრამზე მეტი კოკაინის შემოტანას ცდილობდა. გარდა ამისა, პოლიციელებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე თბილისში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში აღმოაჩინეს ნარკოლაბორატორია, სადაც ნარკოტიკულ საშუალებებს კუსტარულად ამზადებდნენ. დაკავებულია ირანის 2 მოქალაქე და ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება 9 კილომდე მეტამფეტამინი. ასევე დაკავებულია 16 პირი, რომელთა პირადი საცხოვრებელი სახლების დამხმარე სათავსოებისა და ავტომანქანების ცხრიკის შედეგად ამოღებულია ათეულობით ცეცხლსასროლი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარები. კატეგორიულად ვაფრთხილებთ ყველა პოტენციურ დამნაშავეს. აღმოჩნდებიან ჩვენს სამიზნე ჯგუფებში, რადგან ჩვენთვის არ არსებობს არგუმენტი, რომელიც დამნაშავეს საშელისგან დაიხსნის. ხოლო საზოგადოებას კი საქართველოს ხელისუფლებისა და სამართალდამცავების სახელით ვპირდებით, რომ ჩვენი ქვეყანა იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დანაშაულთან ბრძოლის შედეგებით. საქალაქო სასამართლოში ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახმკვლელობის ორგანიზების სისხლის სამართლის საქმის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახმკვლელობის ორგანიზებაში პროკურატურამ ბრალი გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას წარუდგინა. სასამართლო მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს, ხდომას დისტანციურად ერთვებიან ძმები კაკულიები. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი კატეგორიულად უარყოფს ერთ-ერთ პლატფორმაზე გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი წყვეტს კიევსთან სტრატეგიულ პარტნიორობას. უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ მსგავსი გადაუმოწმებელი და არაზუსტი შინაარსის სტატიები საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას წარმოადგენს. მათივე თქმით, ასეთი დეზინფორმაციის მიზანია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო სტრატეგიული თანამშრომლობისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენება. კიუ განცხადებას ავრცელებს და სტატიაში მოყვანილ კიდევ ერთ სიცრუეზე წერს, თითქოს ეს ინფორმაცია კიუს პრორექტორ პროფესორ პაატა ტურავას მიერ არის გავრცელებული. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს არის დეზინფორმაცია, რომელიც ეყრდნობა მხოლოდ ანონიმურ და არასარწმუნო წყაროებს და მას საერთო არაფერი აქვს რეალურ ფაქტებთან. გერმანულენოვან პლატფორმაზე გავრცელდა ყალბი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია, ეს ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ჩვენი საერთაშორისო თანამშრომლობისათვის რეპუტაციული ზიანის მიყენებას. ცალსახად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი, გრძელდება ეს თანამშრომლობა და კიდევ უფრო ხმარდება. გაზაფხულზე იგვება ვიზიტი მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში და საბრძოლო ჩაიყრება ახალ საერთაშორისო პროექტებს. ეს არის არასერიოზული გერმანულენოვანი ოპოზიციური პლატფორმა, სადაც ვრცელდება ასეთი გადაუმოწმებელი და ყალბი ინფორმაციები, განსაკუთრებით განათლების რეფორმის კონტექსტში, უნდათ რომ ჭრილი მიაყენონ ამ რეფორმას და თქმა უნდა თავისთავად ჩვენს უნივერსიტეტს. ქრონიკა 17 საათზე დასრულებულია, რამდენიმე წუთში ეთერს ნათია სორდია განაგრძობს სტუმრებთან ერთად. მე ხვალამდე გემშვიდობებით ნახვამდის.